უკვე 2 საათია მიმდინარეობს შაბათის ეთერის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის წევრების გამოკითხვა კაციტაძის უწყებაში. დეტალურად აწვდიან მარიამ გაფრინდაშვილი და მისი ოპერატორი მათზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას. კაციტაძის უწყების გამომძიებლებს მანამდე კი ოპოზიციას აქვს შეკითხვები სხვა საგამოძიებო უწყებებთან, პროკურატურასთან, გომელაურის უწყებებთან. ოპოზიციისთვის მედიაზე შაბათის ეთერის გუნდზე თავდასხმა პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ფარცხალაძეს დაცვა ყავს გაძლიერებული. გარე პერიმეტრზეც კი არა მხოლოდ კერძო ობიექტზე, რაც იმის მანიშნებელია, რომ ის სწორედ ეგრეთ წოდებულ კაკლების დასახლებაში მის საცხოვრებელ სახლში იმალება. ის იმყოფება ქვეყანაში და თუ ეს ასია, ოპოზიცია უსვავს შეკითხვებს გომელაურის უწყებას, მთავარ პროკურატურას, რატომ არ აკავებენ რუსეთის აგენტობაში მხილებულ ფარცხალაძეს და სწორედ ეს არის მთავარი გზავნილი, რომელსაც პროკურატურას საგამოძიებო უწყებებს უგზავნიან ოპოზიციის წარმომადგენლები. რაც შეეხება ხელისუფლების ლიდერებს, ჩვენ ბუნებრივად დაუსვით შეკითხვები თავდასხმასთან დაკავშირებით. ერთის მხრივ ხელისუფლება ქართული ოცნების გუნდი გმობს მედიაზე თავდასხმას, თუმცა მათ კითხვები აქვთ, სად მოხდა ჟურნალისტებზე თავდასხმა, მოხდა ეს კერძო ობიექტზე, კერძო ტერიტორიაზე თუ ნეიტრალურ ზონაში. ეს არის მთავარი ინტერესის სფერო ახლა მმართველი გუნდისთვის და მეორე ხარისხოვანია ის, რომ მედიაზე იძალადეს ჟურნალისტებზე, არ აქვს მნიშვნელობა რომელ თქვათ კერძო ობიექტზე მოხდა ეს თუ ნეიტრალურ ზონაში. ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც კალაძეს აქვს ახლა და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი, კალაძე ამბობს, რომ ხშირად ხდება მედიის მხრიდანაც, ჟურნალისტების მხრიდანაც თავდასხმა რესპონდენტებზე და მაშინ ეს საკითხები რატომ არ არის გამოძიებული. ზოგადად ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, მე არ მივესალმები ძალადობის ფაქტებს, მე აღნიშნულ თემას არ ვიცნობ, მე არ ვიცი ეს ნეიტრალურ ტერიტორიაზე იყო თუ კერძო საკუთრებაში შეჭრა მოხდა ჟურნალისტების მხრიდან, ძალადობა არ არის მიუღებელი, ვის მხრიდანაც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ჟურნალისტების მხრიდანაც არ არის მიღებული ძალადობა და ხშირად ხდებით ამის მომსწრენი, რაც ძალიან ცუდია. რუსეთის მოქალაქე უკვე ფარცხალაძე რატო არ არის დაკავებული? გუშინ უტყუარად დადასტურდა საჯარო რეესტრის ამონაწერებით ჟურნალისტებზე თავდასხმით, რომ ფარცხალაძე იმყოფება საქართველოში. შესაბამისად, ჩვენი კითხვა არის აი ამ, ასე ვთქვათ, რა ვიცი, რა დავარქვა უკვე ამ ადამიანებს, რატო არ ხდება ფარცხალაძის დაუყოვნებლივი დაკავება? შაბათის ეთერის გადამღებ ჯგუფს გუშინ ეგრეთ წოდებულ კაკლების დასახლებაში დაესხნენ თავს, იმ დროს როდესაც ისინი ასრულებდნენ მათ ჟურნალისტურ საქმიანობას, იმყოფებოდნენ ნეიტრალურ ზონაში, ნეიტრალურ ტერიტორიაზე და ამის ამსახველი ვიდეო მასალა არსებობს, რომელიც უკვე იხილა ჩვენმა მაყურებელმა, თუმცა ამ დროს მათ 10 კაცამდე ფარცხალაძის გარემოცვის დაცვის წევრები დაესხნენ თავს, წაართვეს აპარატურა, რომელიც ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ და ითხოვს ბუნებრივია მარიამ გაფრინდაშვილი, ჟურნალისტი, ამ აპარატურის დაბრუნებას. დეტალურად აწვდიან ამ წუთებში სწორედ ამ ინფორმაციას ახლა კაციტაძის უწყების გამომძიებლებს მარიამ გაფრინდაშვილი და მისი ოპერატორი და ამის შემდეგ უკვე ჯერია არის იმ პირების, თავდამსხმელების, რომლებიც უნდა დაიბარონ გამომძიებლებმა წესით გამოკითხვაზე ამ შენობაში.